მშვიდობა თქვენ და მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. მართალი უნდა გითხრათ, ძალიან მომენატრა ქართველ მაყურებელთან შეხვედრა ცოტა სხვა ამპლუაში უკვე, არა კინოში და თეატრში, არამედ უფლის სადიდებელ ამპლუაში. და ჩვენი უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, მიტროპოლიტის ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის ილია მეორის კურთხევით ვიწყებთ ახალ რუბრიკას, რომლის სათაურია ენა, მამული და სარწმუნოება. მე პირადად ძირითადად უფრო მეტ მნიშვნელობას ვანიჭებ სარწმუნოებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ ჩამონათვალში ის მესამე ადგილზე დგას, ალბათ ენით ხატოვნებისათვის. ეს მჯერა. თუმცა ჩვენი ერი და სამშობლო, უფლის მერე და ენა ჩვენი ღვთისმკურთხეული ქართული ძალიან დიდ ყურადღებას, ძალიან დიდ სიყვარულს იმსახურებს, რომელ ენაზეც ჩვენი წინაპრები, ჩვენი უფლისთვის სისხლდათხეული წინაპრები მეტყველებდნენ და ღონეს არ დავიშურებთ ჩვენი მამების ლოცვა კურთხევით, რომ ეს გადაცემა შეესატყვისებოდეს ქართველთა, მორწმუნეთა გულის წადილს. ქართველ ადამიანს ხშირად უხარია, როდესაც ვინმე ისეთ რამეს იტყვის და ამით გამოთქვამს მის სათქმელს. და უნდა გითხრათ ესეთი რამ. როდესაც ეპისკოპოსიც კი ჩადის სხვა ეპარქიაში, იმავე ეპარქიის ეპისკოპოსის კურთხევა სჭირდება მას, რომ იქადაგოს იმ ქალაქის რომელიმე ეკლესიის ამბიონიდან. და თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენად დიდი პასუხისმგებლობა არის ერის კაცისათვის, თითოეული ჩვენთაგანისათვის, ნებისმიერი ჟურნალისტისთვის, ყოველი იმ ადამიანისათვის, ვინც ტელევიზიით გამოდის თუ რადიოთი, ამდენი წლების განმავლობაში, ან დღეს გამოდის თუ ხვალაც გამოვა, რომ იქ 10 კაცი მოგისმენს, მილიონი თუ 2 მილიონი, რამდენად კიდევ მეტი პასუხისმგებლობა არის, რომ რამე ისეთი არ ვთქვათ, რომელიც უფლის ნება არ იქნება. გან ამაზე ვფიქრობ ჩვენ და კიდევ ძალიან მრავალი პრობლემა დგას ჩვენი ერის წინაშე და ყველაზე მთავარი პრობლემა ჩემის ღრმარწმენით ეს არის უსიყვარულობა. რადგან ღმერთი არის სიყვარული, ეს სიყვარული საიდანღა უნდა გააჩნდეს ადამიანს, თუ ადამიანი განეშორა პირველ საწყისს, მას ვინც იგი შექმნა, ვინც მას შეუქმნა ესდენ ლამაზი სამყარო, ვინც გვასუნთქებს და ყოველი ჩვენი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა ღვთის მადლით ხდება. და ადამიანი, რომელიც არის მადლიერი, ის არის კიდევაც მადლიანი. მეტნაკლებად რასაკვირველია. ვიღაცა კიდევ მეტად მადლიერია. ამიტომაც აღსასრულის ჟამს წმინდა დიდმა მღვდელმთავარმა იოანე ოქროპირმა მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. ესეთი სიტყვებით განუტევა სული. და ჩვენი მოვალეობაც არის, რომ დაუბრუნდეთ წმინდა პართა რწმენას, ოღონდ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც. გახსოვთ რა მძიმე ჟამი იყო, თუნდაც რაღაც 30 წლის წინ, როდესაც ჩვენს უწმინდეს უხდებოდა მძიმეს ათეისტურ ხანაში მოღვაწეობა. და ეძებდა თუ ვინ გაეხადა მღვდლად, ვინისთვის დაესხა ხელი დიაკვნად, ვინ გაბედავდა ათეისტურ პერიოდში, ესოდენ დიდი ჯვარის აღებას. და დღეს ვხედავთ როგორი მდგომარეობა. რაოდენობრივად გამრავლდა ტაძრები, გამრავლდნენ სამღვდელო მსახურები, მორწმუნეები, მაგრამ ძალა და თავგანწირვა ღვთის წინაშე მაინც კიდევ მეტი სჭირდება ჩვენი ერის თითოეულ მამულიშვილს. ჩვენს გადაცემაში ძალიან ბევრ ისეთ საკითხს გვინდა შევეხოთ, რომელიც თითქოს ანბანური ჭეშმარიტებაა, მაგრამ რატომღაც ადამიანები მას არ აქცევენ დიდ ყურადღებას და ზერელად ან ზედაპირულად ექცევიან. და გავიხსენოთ თქვა ერთ-ერთი საკითხი, როგორიცაა პირჯრის წერა.
რა არის ქრისტიანობის დასაწყისი და ანბანი? ნათლობის საიდუმლოა რა, რითაც ჩვენ შევდივარ და ხვდებით ეკლესიის წევრები. და შევიმოსებით საღმრთო მადლით, ხელზე დავკიდებენ ჯვარს და ხელითაც ვიწყებთ პირჯვრის გამოსახვას. შუბლზე, მუცელზე, ჭიპის ადგილას, მარჯვენა მხარზე და მარცხენა მხარზე. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა, წმინდისათა. ამინ. მაგრამ ჩვენ ვაკვირდებით ეკლესიებში, ტაძრებში, რომ სამწუხაროდ ძალიან ბევრი ჩვენთაგანი პირჯვარს არასწორად იწერს. ესე იგი, საფუძველი და საძირკველი თუ ჩვენ დავდეთ ყიფე ზღვის ქვიშაზე, მასე ხო ვერ დაშენდება აი ეს მყარის შენობა, რომელსაც ქარი რომ ეკვეთება და ზღვის ტალღები დაეჯახება, არ უნდა წაიქცეს ესეთი დანაშენების სახლი, მაგრამ თუ ჩვენ თავიდანვე გვეშლება და პირჯვარსაც კი არასწორად ვიწერთ, აბა როგორ მივიღოთ საღმრთო მადლია რა? ასევე ჩვენი მოსახლეობა დიდად ამაყობს რუსთაველის პროსპექტით. რამდენიმე ესეთ მონაკვეთებს ჩანახატის სახით ვამბობ, რომ თქვენი ყურადღება მივაქციო რაღაც მთავარს. მაგრამ ამ პროსპექტზე ჩვენ გვაქვს რამოდენიმე ტაძარი, ან დანგრეული, ან დღეს კაფე-ბარები გახსნილი. ესე იგი, ვინც იკვეხნის, დაიკვეხნოს უფლით არა? რითი გვაქვს დასაკვეხნი, რომ რუსთაველის პროსპექტი არის ჩვენთვის საამაყო და ერთ-ერთი უმშვენიერესი პროსპექტი თბილისელებისთვის, საერთოდ ქართველებისთვის, აქ ჩვენ საქართველოში მაცხოვრებელი ნებისმიერი ადამიანისთვის, ჩამოსული ტურისტებისთვისაც არა? აბა ჩამოვყვეთ. რუსთაველის კინოთეატრის ადგილას იდგა 12 მარმარილოს ბოძზე აშენებული ტაძარი, რომელიც კაპი-კაპი თელმა საქართველოს მოსახლეობამ შეაგროვა ფული. ააშენეს ეს ტაძარი ვის სახელზე? მურვან ყრუსგან 12,000 ჩვილი კალოზე რომ გაილეწა ბავშვები და მათი სისხლი მოეფრქვა მიდამოებს, იმათ სახელზე აშენებული ეკლესია დავანგრიეთ, ვინ დაანგრია, ვინც დაანგრია და მის ადგილას რუსთაველის კინოთეატრია დღეს წამოჭიბული. ესევე მთავრობის სახლი, სადაც ახლა ახალი პარლამენტი ქუთაისიდან უნდა გადმოიტანონ თქვა თბილისში, მე პირადად მივესალმები საქართველოს დედაქალაქში რომ იყოს პარლამენტი, მაგრამ მე პირადად არ მივესალმები რომ იყოს ის იმ ადგილას, სადაც ერთდროს უზარმაზარი ტაძარი იდგა, დაანგრიეს ეს ტაძარი და მისი ქვებით ააშენეს ფუნიკულორზე რესტორანი. ჩამოვიდე ცოტა ქვემოთ ზემელზე, სადაც მეცნიერებათა აკადემია არის და სადაც გრიბაედოვის ქუჩაზე ავდივართ. აქეთ სარაჯიშვილის ქუჩა, აქეთ გრიბაედოვის შუაში დგას შენობა. ეს შენობა არის წმინდა ფეოდოსი ჩერნიგოველი მთავარეპისკოპოსის უხრწნელად დებარე და წოლიარე ჩასასვენებელში ქალაქ ჩერნიგოვში, უკრაინაში. და სხვათა შორის ფეოდოსი ჩერნიგოველი იმავე ტაძარშია დაბრძანებული უხრწნელად, სადაც განისვენებს ღირსი მამა ლავრენტი ჩერნიგოველი, ისიც უხრწნელი. და რატომ ვახსენებ ლავრენტის სახელს, წმინდა ლავრენტის? იმიტომ რომ ამ დიდმა ღირსმა მამამ თქვა წინასწარმეტყველება საქართველოს შესახებ და მე ციტირებას გავუკეთებ, რომ ერთი სიტყვაც არ შეგვეშალოს მისი ნათქვამიდან. როცა ანტიქრისტე მთელს დედამიწაზე დაიდგამს საყდარს, საქართველო იქნება ერთადერთი ნათელი ქვეყანა, სადაც ის ფესვებს ვერ გაიდგამს, ვერ გაიმარჯვებს, რადგან ივერია არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და დაცული იქნება ღვთისმშობლის მადლითა და მეოხებით. აბა წარმოვიდგინოთ, რომ ეს ტაძარი აღვადგინოთ, ჩამოვაბრძანოთ უკრაინიდან ფეოდოსი ჩერნიგოველის უხრწნელი სხეულის ნაწილები, ასევე ლავრენტი ჩერნიგოველის უხრწნელი სხეულის ნაწილები და ოქროს ასოებით ტაძრის შესასვლელის თავზე აი ეს წინასწარმეტყველება დაიწეროს. გამვლელ-გამოვლელი
აქაური მაცხოვრებელი თუ ტურისტი დაინახავს და წაიკითხავს თუ რა ქვეყანა ეს საქართველო. იგივე რესტორანი ფუნიკულიორზე თუ ვალინებებს და ახლანდელი ხელისუფალნი და მის ადგილას აშენდეს აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი. ეს ჩემი სუბიექტური იდეა და შეთავაზება და რატომ? მოდით გადავიდეთ, საიდან დაიწყო საქართველოში ქრისტიანობა და რატომ მაინც და მაინც აწყურის ღვთისმშობელი. როდესაც წმინდა ანდრია პირველწოდებული ჩამობრძანდა საქართველოში, თან ჩამოაბრძანა აწყურის ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი. რასაკვირველია, ეს ხატი შემდგომ იქნა წოდებული აწყურისად, რომელიც დღეს ხელოვნების მუზეუმშია დაბრძანებული. ზომით პატარა ხატია, კარედია, სადაც ანჩის ხატი ბრძანდება, იქვე არის ხახულის სასწაულმოქმედი ხატი და ხახულის სასწაულმოქმედი ხატის წინ სწორედ დაბრძანებული აწყურის ღვთისმშობლის საოცარი ხატი. ესე იგი, როდესაც წილი ჰყარეს მოციქულებმა, ვის რომელ ქვეყანაში ეკადაგა, ღვთისმშობელ მარიამს წილად ხვდა ივერია, საქართველო. და ემზადებოდა კიდეც დედაღვთისა ჩვენს სამშობლოში საკადაგებლად, მაგრამ გამოეცხადა უფალი ჩვენი იესო ქრისტე და უბრძანა, რომ დედაღვთისა დარჩენილიყო იერუსალიმში და საკადაგებლად გაეგზავნა საქართველოში წმინდა ანდრია პირველწოდებული და თან გაეტანა ხატი მისთვის, რომელიც მის სახეზე ფიცრის დადებით გამოისახებოდა ღვთისმშობლის და ყბაუფლის სახე. ესეც მოხდა. და უფალმა დაზინა და თქვა და უთხრა ღვთისმშობელს, უბრძანა ღვთისმშობელს, რომ ეს ხატი შენს წილ მკვიდრობდეს და უკუნისამდე მცველექმნას ამერს უკუნისამდე ჟამთა. ესე იგი, რა აზრი არის, რომ უფალი ქრისტე აღთქმას აძლევს ღვთისმშობელს, რომ შენს მაგივრადო ეს ხატი მკვიდრობდესო იმ ქვეყანაში, ანუ საქართველოში და მცველექმნას, ანუ მცველი, ფარველი და მეოხი ბოლო ჟამამდე. ესე იგი, ამ სიტყვებიდან და ამ წინასწარმეტყველებიდან რა ირკვევა? აბა კარგად დავფიქრდეთ. ირკვევა ის, რომ აწყურის ღვთისმშობლის ხელთუქმნელი სასწაულმოქმედი ხატი ყოფილა ქართველი ერის მცველი და მფარველი უკუნისამდე ჟამთა. აბა იკითხავს ვინმე, ივერიის ღვთისმშობლის ხატი არ არისო ჩვენი მფარველი? კი არის, რასაკვირველია, მაგრამ გავიხსენოთ, რომ ივერიის ღვთისმშობლის ხატი მხოლოდ 999 წელს შებრძანდა ზღვით ათონის წმინდა მთაზე საბერძნეთში. სხვადასხვის რამოდენიმე წლის წინ იყო 1000 წლის თავი აი ივერიის ღვთისმშობლის ხატის შებრძანების ათონის მთაზე და თითქმის არავის აღუნიშნავს ეს დიდებული თარიღი სამწუხაროდ. აქედან გამომდინარე გვესმის რა უდიდესი მნიშვნელობა ივერიის ღვთისმშობლის ჩვენი ფარველობისა, აქვე ვიხსენებთ და დიდი სინანულითაც იმას, თუ როგორ დაგვიწყებია, რომ 1000 წლით ადრე თვით იესო ქრისტეს დაუდგენია ქართველი ერის მფარველად და მცველად წმინდა ანდრია პირველწოდებულისგან ჩამობრძანებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი შემდგომში აწყურისად წოდებული. რამოდენიმე თვის წინ გახლდით აჭარაში და სოფელ დიდაჭარაში მოვინახულე ის ადგილი, სადაც წმინდა ანდრიამ ეს ხატი დააბრძანა. იმ ადგილიდან აღმოხდა წყალი საკურნებელი და იმ ადგილას წმინდა ანდრიამ ააშენა პირველი ტაძარი საქართველოში. სადღაც 35-37 წლებში ჩვენი წელთაღრიცხვის, აი პირველი საუკუნის 37 წლებში. და როდესაც საქართველოში სტუმრები ჩამოვლენ და იკითხავენ, ეს რა ტაძარიაო ფუნიკულიორზე აშენებული დღევანდელი რესტორნის მაგივრად. და ეტყვიან, რომ ეს არის
პირველი საუკუნის 35-37 წლებში ჩამობრძანებული ღვთისმშობლის პირველი ხელთუქმნელი სასწაულმოქმედი ხატის სახელობისო ნებისმიერი უცხოელი ნებისმიერი კულტურის და ერის შვილი მიხვდება რა დიდი ღრმა და უძველესი ქრისტიანული სარწმუნოების და კულტურის მქონე სახელმწიფოში ჩამოსულა. ეს არის თითქოს ჩემი სუბიექტური აზრი, ამ დროს აქ უფრო მეტი შესაძლებელია ობიექტურიც იყოს, იმით რომ ერთადერთი ტაძარია მხოლოდ ასაშენებელი თუ კი ინებებს ჩვენი ეკლესია და მდიდარი ქართველობა. ან თუნდაც ღარიბი კაპიკაბი შეგროვებული თანხით, ისე როგორც შენდება ივერიის ტაძარი მახათას მთაზე, მერთვაინებოს აი ესეთი ტაძრის აშენება ქალაქ თბილისში. და კიდევ ძალიან მრავალი საკითხები გვექნება გასაშუქებელი, მათ შორის ყველაზე უმთავრესი თუ როგორ გავხდეთ ისე იმ სიყვარულის მქონე და მატარებელი ქართველები, როგორიც უწინ ვიყავით ჩვენი ზეობის დროს, როდესაც მეფეები ყავდა მართლმადიდებელი, დიდსულოვანი, როდესაც რწმენა ჩვენი იყო ძლიერი. აბა გავიხსენოთ. როდესაც წმიდა კეთილმსახური, კეთილმორწმუნე, დიდი თამარ მეფის შემდგომ მისმა შვილებმა გადაუხვიეს ნელ-ნელა რჯულიდან კაცობრიული ცოდვები თუნდაც და ასევე უცხოელი მისიონერებისთვის მეტი ყურადღების დათმობით პირველი ბრძოლა უფალმა დაუშვა და ეს როქის სპა 80,000 ქართველი დაუმარცხებელი ჯარი, რომელმაც არ იცოდა საერთოდ რა არის დამარცხება. შეხვდა 17,000 მონღოლს, დასაზვერად წამოსულ მონღოლს. და რა მოხდა? ქართველებმა როგორც შეულნი იყვნენ, დაეტაკნენ და კუდით ქვაასროლიეს. რასაკვირველია, ესე მოხდა, მაგრამ მემატიანეს წერს და აქ მოხედა რისხვით უფალმა ქართველ ერსო. და დაანახა, რომ რჯულიდან გადგომა რა შედეგებს იწვევს. შემოbrunდა ეს შენი 17,000 თუ რამდენის დარჩენილი იყო კიდევ უფრო მცირე მონღოლი და უკუაქცია ქართველთა დაუმარცხებელი ჯარი, მრავალათასიანი. ქართველი მეომრები ცხენებით მოქროდნენ უკან და ტიროდნენ, რადგან ვერ გაეგოდეს რა მოხდა მათ თავზე. და კიდევ ბევრი ესეთი და მსგავსი ისტორიები გვაქვს ჩვენ, განსახილველი შესასწავლი, თორემ იმის დრო აღარ არის, ერთმანეთს ვამხილებდეთ, სახელები და გვარები, გულს უკლავდეთ და საერთოდ კლავდეთ ერთმანეთს სიტყვით თუ საქმით, არამედ დადგა დრო ჩვენი ერის აღმშენებლობის და სულიერი გაძლიერების. ეს უნდა მოხდეს ჯერ ანბანის შესწავლით სარწმუნოებაში, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბევრმა მათგანმა და ათასეულებმა პირდრის წერაც კი არ ვიცი და როგორ გაგვინდა შინაურ თუ გარეულ მტერს მოვერიო და რა არის მორევა და რა არის გამარჯვება საერთოდ მტერზე. ამ ყველაფერზე ჩვენ ბევრს ვისაუბრებთ მომავალში, დღეს კი ვიტყვით, რომ პირველ რიგში ღმერთი არის ამ ძალის მომცემი და გამარჯვება ხდება სიყვარულით და როდესაც დაამარცხებ სიყვარულით შენს მტერს, ის თვითონ იქნება გამარჯვებული, რადგან შეიძინა უფალი, შეიძინა მართალი სარწმუნოება და მოვიდა ბაკში ქრისტეს, ესე იგი, საბრძანებელში და მის ნავთსაყუდელში, დედა ეკლესიაში. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის, ღმერთმა თქვენი მოძღვრების ლოცვით და დედა ღვთისმშობლის უძლიერესი და უტკბილესი ლოცვით ინებოს ჩვენი ამ გადაცემების კეთილა და სულიერად წარმართვა. მადლობა უფალს ყველაფრისათვის.